ახალი მასშტაბური სტადიონი თბილისში სასპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს. დეტალებზე კი პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. სტადიონი 70,000 მაყურებელს დაიტევს. განკუთვნილი იქნება როგორც საფეხბურთო, ისე სარაგბო მატჩებისთვის. უზრუნველყოფილი იქნება ახალი საკონცერტო ინფრასტრუქტურაც. სტადიონის მშენებლობისთვის ამ ეტაპზე ორი ძირითადი ადგილია შერჩეული. საბოლოო გადაწყვეტილებას ადგილთან დაკავშირებით ხელისუფლება ჰოლანდიური კომპანიის რეკომენდაციის გათვალისწინებით მიიღებს. ჩვენი მოქმედი სტადიონი, დინამო სტადიონი, ბორის ბაიჯაძის სახელობის სტადიონი იტევს მხოლოდ 54,000 მაყურებელს. მოთხოვნა არის ბევრად მეტი, როდესაც საქმე ეხება საფეხბურთო ნაკრების მატჩებს. ამ მოთხოვნის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია ახალი, უფრო მასშტაბური სტადიონის არსებობა ჩვენს დედაქალაქში. გარდა ამისა, ეს იქნება ერთგვარი საიმიჯო პროექტი, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ასე ვთქვათ იმიჯზე, იქნება რეზონანსული პროექტი. ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანა გახლავთ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა ახალ სტადიონზე. განკუთვნილი იქნება როგორც საფეხბურთო მატჩებისთვის, ისევე სარაგბო მატჩებისთვის. ახალ სტადიონზე გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ უმაღლესი დონის კონცერტებს უმასპინძლოთ ჩვენს დედაქალაქში. შესაბამისად, იმზიდველობა ჩვენი ქვეყნის ტურისტული თვალსაზრისითაც გაიზრდება ამ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის შედეგად. ეს იქნება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა და გარდა სასპორტო დატვირთვისა და ასე ვთქვათ საკონცერტო დატვირთვისა, აქ იქნება უზრუნველყოფილი საკონვენციო ცენტრის არსებობა. დღეს არ აქვს ქვეყანას ეგრეთ წოდებული საგამოფენო საკონვენციო ცენტრი, სადაც ასეთი ტიპის მაღალი რანგის ღონისძიებებს შეიძლება უმასპინძლოს ჩვენმა ქვეყანამ. ნამდვილად არის უპრეცედენტო, როგორც თავისი მასშტაბით, ასევე შინაარსით. ძალიან მნიშვნელოვანია ეტაპი, რომელიც უკავშირდება უკვე საერთაშორისო კონსულტანტის შერჩევას, რომელიც რეალურად უკვე მთელი, ასე ვთქვათ, ამ განვითარების პერიოდში იქნება ჩვენი, ასე ვთქვათ, კონსულტანტი. ექსპერტთა დიდი ჯგუფი არის წარმოდგენილი, ჰოლანდიური კომპანია არის, რომელიც დაკომპლექტებული არის ევროპელი ძალიან გამოცდილი შესაბამისი მიმართულებების სპეციალისტებით. ვსაუბრობ ჩვენ UEFA-ს უმაღლესი კატეგორიის სტადიონის მშენებლობაზე, რომელიც ასევე აუცილებლად დააკმაყოფილებს ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გასამართი მატჩის მოთხოვნებს. ეს არის ის ქმედითი პროგრამა, რომლითაც უკვე მიღწეულ წარმატებას ახალი მუხტი დაემატება და კიდევ უფრო მასობრივი გახდება, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გაუჩნდება ჩვენს მოსახლეობას, ბავშვებს, პროფესიულ და მოყვარულ სპორტსმენებს. მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქში არსებობდეს ულტრათანამედროვე სტანდარტების საერთაშორისო სტადიონი, რომელიც მოხდეს საშუალებას, როგორც ფეხბურთში, ასევე რაგბიში მივიღოთ უმაღლესი კატეგორიის შეჯიბრებები, რაც ერთიორად გაზრდის კიდე ამ სპორტში ჩართულთა რაოდენობას და ერთიორად გაზრდის ჩვენი ქვეყნის, რა თქმა უნდა, სულბადობას.